ჩვენ განათლების სისტემაში ძალიან ბევრ რამეს შევცვლით და დავგეგმავთ. უახლოეს დღეებში ჩვენ წარვადგენთ ძალიან საინტერესო ჩვენს პროგრამას, რომელშიც სხვა მიმართულებებთან ერთად საგარეო პოლიტიკა, სოციალური, ეკონომიკური საკითხების საშინაო პოლიტიკა, უპირველესი იქნება განათლების სისტემის მთლიანი რეფორმირება, როგორც აკადემიური სისტემა, როგორც მეცნიერებათა აკადემია, კვლევითი ინსტიტუტები, ასევე სკოლის განათლების, უმაღლესი და საშუალო განათლების მთელი რიგი მიმართულებების აბსოლუტური ტრანსფორმაცია და ცვლილებები, რადგან მიგვაჩნია, რომ უმთავრესი ისეთი ტერიტორიულად პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, არის პროფესიონალიზმი, სრულყოფილება და შენი საქმის ღრმა ცოდნა და ეს მხოლოდ შესაძლებელია განათლებული ადამიანების აღზრდით, განათლებული ახალგაზრდების აღზრდით. მე შემიძლია უამრავი ხელთამახს მე ჩვენი პროგრამა პუნქტობრივად გავიაროთ. უპირველეს ყოვლისა ეს იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებზე, გათვლებზე დაფუძნებული განათლების სისტემა, ამავე დროს ეროვნული ფასეულობები იქნება უმნიშვნელოვანესი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელობა იქნება ყურადღება მიექცეს სკოლებში და არა მხოლოდ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენისა და ლიტერატურის უფრო სრულყოფილად სწავლებას, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეს გასაკეთებელი არის, იცით რატომაც უმაღლესი განათლება უნდა მთლიანად დააფინანსოს სახელმწიფომ, განხორციელდეს პედაგოგთა ანაზღაურების რეფორმა და პედაგოგების მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 1300 ლარი, სკოლამდელი დაწესებულებების პროგრამები არის მთლიანად გადასახედი და მრავალი სხვა. ერთი ძირითადი პოსტულატი იქნება ყოველივე ეს უნდა იყოს დაფუძნებული ეროვნულ ფასეულობებზე.